ჩვენი ბენდი არაჩვეულებრივად უკრავს ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე. გიბრუნდებით ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, როგორც ყოველთვის ვიწყებ მთავარი თემით. ახლა ვასაძეებზე და რაღაცებზე ლაპარაკს მაგის თავი არ მქონდა ამ კვირაში. ვერ ვილაპარაკებ, იქით კვირაში გადავდე, თან ეს რაობებზე, მეობებზე და რაღაცებზე. ცოტა ხო, უფრო სერიოზულ თემებზე მუშაობ მე სიმართლე რომ გითხრათ. ქართული ოცნება ამზადებს, აი სერიოზული თემა, ამნისტიის კანონს, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის აქციის ყველა მონაწილე იქნება თავისუფალი, მათ შორის ის შევკვეთები და სპეცდაზბელები, რომლებმაც ხალხს იძალადეს, გამოდის რომ ოცნება ყველას იწყალებს ახალი ამნისტიით, დაზარალებულსაც და დამნაშავესაც და ესეთი ვირეშმაკობაა ძვირფასო მეგობრებო, რომ ამას მარტო თალაკვაძე და კობახიძე ვერ მოიფიქრებდა. ტრიუკის კვალს აშკარად იმ ბრძენ კაცამდე მივყავართ. რაღაცნაირად აი ტრიუკის კვალსო გაყვე ხო, არა? იქამდე მიდიხარ მაინც. არა და მიშელის შეთანხმებაში ასევე ცხადად წერია, რომ აუცილებელია ცესკოს რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, პროკურატურის რეფორმა და ბოლოს 20 ივნისის ამნისტია. მაგრამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს, რომ ამ ჩამონათვალიდან ქართულ ოცნებას მარტო 20 ივნისის ამნისტია აქვს საკითხული. არ გჯერათ? კი ბატონო, აგერ მე და აგერ თქვენ, კი ბატონო. მაგის ჩიტი ახლა ივანიშვილი რომ იმ პუნქტებიდან სასამართლოს, პროკურატურის და ცესკოს რეფორმა წაეკითხა. ბიჭი და ზოგადად გრძელ წინადადებებს არ კითხულობს, მინდა გითხრათ. უფრო რაღაცა მოკლე წინადადებები აინტერესებს ხოლმე რაც არის ისეთი. ნიკა მელეკი ეწინააღმდეგება ამნისტიის ამ უსამართლო ვერსიას და თანახმად მხოლოდ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვა საპრობილე. მისმა ამ პოზიციამ გაღიზიანება გამოიწვია მართველ გუნდში. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მელიამ დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმაო, წარმავალი ამ ქვეყნიური დიდებაო. ნიკა მელიაზე თქვა. მელია ხო იცით რომელია? აბა შალვა პაპუაშვილს თუ გაიხსენებთ ვინ არის? კარგი, დაგეხმარებით. პაპუაშვილი არის ის ვიღაცა, რომელმაც მელიაზე თქვა ეს რაღაცა, აი რა ვიცი, აი პაპუაშვილის მე მგონი ის დიდება აქვს, მე მგონი, ხო ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს. ამასობაში კი თვითონ ოცნების გუნდში დიდი ცვლილებებია, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა არჩილ თალაკვაძემ, თან ამბობს რომ საკუთარი ნებით გადავდექიო, აი პარლამენტშიო შევედი და ჩემს კაბზე კუჭავა დავინახეო, ეგრევე მივხვდი რომ საკუთარი ნებით გადავდექი წინა დღამითო. ეგეთი მიხვედრილი კაცია. რა ვქნა, არ მჯერა ძვირფასო მეგობრებო, თალაკვაძე რომ თავისი ნებით გადადგა, იმიტომ რომ თალაკვაძე თავისი ნებით ბოლოს კომოსტობაზე იყო გაპარული, უდროო დროს. და მიიღო თავისი საკადრისი მაგ დროს და რა ვიცი, თალაკვაძე რანაირად შეიძლება თავისი ნებით გადადგეს. თალაკვაძე წავიდა ახალი პარლამენტის თავმჯდომარე კი მისი ყოფილი მოადგილე კახა კუჭავა გახდა. ძალიან მიკვირს ესე მალმალე რატო ცვლიან პარლამენტის თავმჯდომარეებს. ალბათ სახეზე რო არ დავიმახსოვროთ და მაგიტო ალბათ ერთადერთი აი ეს დასკვნა გამოვიტანე მე. შევეშვათ წასულებს და გადავიდეთ მეორეთ მოსულებზე. 9 წლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მასშტაბურ განახლებას აანონსებს. პროექტის ღირებულება იქნება 500 მილიონი ლარი. ახლა მთავარია ეს ქვეყნის განახლება კომპიუტერში კარგად დახატოთ და რომ გავხსნით კომპიუტერს, დავტკბეთ ხოლმე ჩვენს ხალხი. თქვენი ყველა რეფორმა ხო კომპიუტერში გაქვთ დახატული და ამიტომ მაგიტო დღემდე ვტკბებით. მე მაგალითად ჯერ მარტო ის 40 გვირაბის ნახატი როგორი კარგია. რა კარგი ნახატია ჯერ. მე წყალტუბოს რეაბილიტაციას ხო თვალს ვერ მოწყვეტ ისეთი კარგია ნახატში. დიღმის ჭალებში რო უნივერსიტეტი გუგუნებს ფურცელზე. ეს ხო საერთოდ შეუფასებელია. აი შეუფასებელი ისეთი კარგი ნახატია, მაგრამ რადგინა ხალხი მაინც უკმაყოფილოა. კარგით რა ხალხო, არა და რაღაცა ხო იხატება არა. ხონა ეს ხონა დავინახოთ ეს ყველაფერი რა. ღარიბაშვილის გეგმაზე არანაკლებ საინტერესო სიზმარს გვთავაზობს ალეკო ელისაშვილი. ნახოთ გავიხსენოთ ეს ვიდეო ალეკოს სიზმარი. ერთჯერადად რო შეგეძლოს თბილისში მოხვედრა რომელიმე საუკუნეში, რომელ საუკუნეში აღმოჩნდება. ყოველი ძილისწინ არ არსებობს. მე ამ ფიქრში მეძინება ხოლმე. ვარ გწანისის ბრძოლაში, აი ბოლო ეპიზოდი როა მესამე დღე როცა ტყდება ერეკლეს ჯარი, რო ვეღარ უძლებს რეზერვი აღარ ყოფნის, დეშეკათი მივდივარ, დეშეკა რო არის სრულკალიბრიანი ტყვიალებები და აი ყველაზე მეტად როცა უჭირს ერეკლეს მაშინ ესე გადავტენი ხოლმე ამ დეშეკას და აი იმას ავიტყვია ბალახებივით
თიბა სპარსელები ჯარს. რა ვიცი რა გითხრა? რით გაგამხნევ ალეკო, ფრთხილად იყავი ალეკო. შენი იმედი აქვს ერეკლეს ჯარს, აბა შენი ისი არ დაიჭრა ალეკო. არ დაიჭრა. ყოველი ძილის წინ ვარ წამის ბრძოლაშიო. ხედავთ რა თქვა? სულ რაღაც ორი კვირის შესულები არიან პარლამენტში მეგრელიშვილი და ხვიჩია და უკვე რეებზე ლაპარაკი დააწყებინეს ალეკო ელისაშვილი. გაანებე ალეკო მაგათ თავი, გაანებე, სადღაც ცალკე დაჯექი მოშორებით. აიღე კაბინეტი დამიჯერე. ეგენი ბევრს იტანენ და შენ ახ პატარა ხარ, არ იცი ჯერ როგორ რამდენი არის საჭირო, როგორ არის საჭირო და ასე შემდეგ. ისე ალეკო ცხადში თუ არა რომელიმე სიზმარში ქართულ ოცნებასაც რო ეომო კარგი იქნება, მაგრამ პრინციპში რანაირად ეომება, ჯერ გწანის ის ომი აქვს მოსამთავრებელი, ჯერ იქ ომობს. მეორე ფრონტს ხო ვერ გახსნის ახლა არა უშავს. მოვა თქვენამდე, სკოცებო, მოვა თქვენამდე ალეკოს ერთი წაძინება უნდა და ნახეთ რაც დაგემართება თქვენ. ილოცეთ არ ჩათვლიმოს. ილოცეთ ალეკოს არ ჩათვლიმოს. მეცაც გეტყვით გადარჩენილია აღამახმად ხანი იმ მეორეს ალეკოს მეორე რო ყავს ისა, ხო იცი ის რო ყავს. იმას ყავა უყარს თურმე და არ ეძინება გვიანობამდე თორე. ის მეორე რომ მიდის ბრძოლის ველზე უკვე დასრულებულია ყველაფერი. თორე ის მეორე ხა 10-ზე რო იძინებდეს ხო? აი ის მეორე. ტანკით შევარდებოდა სპარსელების ურდოში და ამ უხლუხოებით გადათელავდა თვითონ ყველაფერს. მერე საწოვი რო გამოელეოდა ტანკი და გადმოხტებოდა და კბილები დაფლეცდა მტერს დაგლეჯდა სპარსეთის არმიას. ის ხო იცით როგორი აფთარია? ველური კოიოტი, დაჭრილი გრიზლია. ვინა რა გაჭდა ამისთან? ესეთი მხეცი. რა ყავს ესეთი ეს მეორე. გადარჩენილები ვართ, სიზმარშიც გადარჩენილები ვართ. ელისაშვილი ისე მონდომებით ყვება, მჯერა რომ ამის გარდა 1-2 სიზმარი უეჭველი ექნებოდა სტამბოლის ბაზარში რო ყიდიან გაწიკწიკებული საარჩევნო კოდექსის სანაცვლოდ. იტყვით რომ ეხლა ამ დროსო ცესკოსო რა უნდოდაო სტამბოლშიო და ასე შემდეგ. სიზმარი აბსურდულია ყველაფერი, ხო იცი? სიზმარია რაღაცა ისეთია. პარტიებმა უკვე დაიწყეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. საინტერესო განცხადება გააკეთა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ჭიჭე-ვაშაძემ. ჭიჭე ესე ძახიან, ესე ბოლო ზედმეტსახელი ეს არის, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭეს არავითარ შემთხვევაში. ეს მარცხის ფორმულაო, თქვა გიორგი ვაშაძემ. ეს თქვა კაცმა, უკვე პრემიერ-მინისტრი რო იყო და უესად არჩევნებზე მისმა პარტიამ 3% რო აიღო. უეცრად. დიახ, აი ამ კაცმა თქვა. ახლა მთავარია ეს აირჩიოს საერთო ოპოზიციურ კანდიდატად, რომ იმ 3%-ით გადატეხოს ოცნების კანდიდატი წელში. სერიოზული ამბები გველოდება წინ. ანუ მელიას ხარდაჭერა მარცხის ფორმულაო, კაცი ამბობს. მოდით უკეთ გავიაზროთ ეს ფორმულა. არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად მელიამ გდანში აიღო 44%, ვაშაძემ ისანში 14%. ანუ მელიას ხმა მისცა 31,000 კაცმა, ხოლო გიორგი ვაშაძეს 7,500 კაცმა. ერთი სიტყვით პოლიტიკა თუ არ გესმით, იქნებ ბუღალტერიას მაინც მიაწვეთ. ბუღალტერიას თორე დიდი ჯახი გელოდებათ შემოდგომაზე, არ ვიცი. რაღაც ჯობია რომ აი კალკულატორზე უფრო მეტი იმუშაოთ. და ამუღამოთ რა იქ რამდენიმე კნოპკა მარტივად ისწავლით, პლუსი, მინუსი, გამოკლება, გამრავლება, მეტი არაფერი არ არის. პროცენტი თუ გინდათ, მე პროცენტზე ცალკე კურსებია და ასე შემდეგ. მოკლედ ვაშაძემ მელიას მხარს არ ვუჭერო, რის იმედი აქვს არ ვიცი, სტრატეგია აღმაშენებლის გამო ხალხმა არ მისახმა. ეთყობა ელისაშვილი დაპირდა, ნუ გეშინია არჩევნების წინ დავიძინებ და 40,000 ყივჩახს დაგახმარო, რა ვიცი. შეიძლება იმანაც მიახმაროს რაღაცა კატეგორია ადამიანების. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. მან განაცხადა, რომ წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლებაო. რა ვიცი, აი რა გითხრათ. რა ვიცი, აი ოპტიმიზმს რა ჯობია, მაგრამ ამ ოპოზიციით დიდი რომელიმე სკოლის დირექტორი შეცვალოთ, ისიც გარეუბანში. აი რაღაცა ასე მგონია, მე ასე ვფიქრობ. გასულ კვირას საპარლამენტო შებულებაში გასვლამდე საინტერესო ინიციატივა გააჟღერა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, რომელიც დამატებით ჯარიმების დაწესებას გულისხმობს. ვნახოთ რისთვის უნდა, რაზე უნდა ჯარიმების დაწესება ამ ღვთისმიერ კაცს. დედის გინება ჩვეულებრივ სალაპარაკო იმაშია რა, ენა გახდა რა. მე მიმაშნია რომ უფრო უნდა გამკაცდეს კიდევაც და არავითარი პატიება და რაღაც.
აი აქ წერია ერთხელ 1000 ლარამდე, მეორეჯერ 2000 ლარამდე. ანუ დაწესდეს ჯარიმა გინებაზეო 1000 ლარი და 2000 პირველად 1000 ლარი. მშვენიერი ინიციატივა თან წარმოიდგინე ამ მთავრობას პირბადის გარეშე თუ აგინებ 1020 ლარია უკვე. ჯარიმა რა და თუ კომენდანტის საათის დროს აგინე პირბადის გარეშე უკვე 3020 ლარია. ნუ ყველა თახას უტყავს. ამიტომ ამ ხელა ზარალას ჯობია ისევ წევლას მივაწვეთ ხალხო. წევლას მივაწვეთ ოღონდ პირბადი და 9 საათამდე. ეს გრაფიკი შევათანხმოთ რამენაირად. ყველას ალბათ მოგენატრათ გიორგი გახარია. მე ძალიან მომენატრა გოცების ლიდერი, ანუ გახარია გოცების, ანუ გახგოცების. ბოლოს რო ეზოს ბარავდა, იმის მერე დიდი ხანი გავიდა, ვითომ შემთხვევით გადაღებული ფოტო არ გამოუქვეყნებია Facebook-ზე. თქვენ გონიათ უსაქმოდ ზის, არა, ამჯერად გახარია Facebook გვერდებს ყიდულობს, როგორებიცაა უფალია ჩემი ცხოვრება, ესეთი გვერდი აქვს ნაყიდი, გოდერძი ჩოხელი, მარტვილის გოქალე, მათემატიკა, ივანიშვილი და მედია და ეს გვერდები გახარიათ გადაკეთდა ძვირფასო მეგობრებო. ალბათ ხვდებით რისთვის ყიდულობს გახარია ამდენ Facebook გვერდს. უნდა რომ როცა გამოჩნდება, რაც შეიძლება მეტი ნახვა და ლაიქი მოაგროვოს. ალბათ სულ მალე შემოგთავაზებს მორიგ მოულოდნელ ფოტოს ბავშვებთან ერთად, მერე იქნება ფოტო პენსიონერებთან და მერე უკვე ვრცელდება ვიდეო, სადაც გახარია ტალახის სახლის აშენებაში ეხმარება მალაიზიელებს. ჯერ არ მოსულა გახარია და ღმერთს უკვე Facebook-ი წაართვა, ეგეთი რამე გაგიგია ძვირფასო მეგობრებო. და გოდერძი ჩოხელს კიდე. რა გითხრათ. ყველაზე ძვირი თურმე უფალია ჩემი ცხოვრებაში გადაიხადა, მაინც კვირიკაშვილის ყოფილი პეიჯია და შედარებით ძვირი ღირდა, მაინც ეგ. გახარიაზე უფრო მეტად მოგვანატრა თავი ბადრი ესებუა, რომელიც ისევ თავის უფალია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კი ამაზე კი არ ღელავს. პირიქით უკვე ხუმრობს კიდეც და ამ თქვა განაცხადა, რომ შეიძლება 10 წლის მერე დააკავონო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, კაცი ამბობს. ეს ისე ლაპარაკობს და ისე წელავს ამ საქმეს, რომ მე მგონი გომელაურია თვითონ ბადრი ესებუა. მე ასე მგონია. შეიძლება 10 წლის მერე დავაკავოთ, თან ამას ამბობს და ისე ხითხიტებს, გეგონება ძარცველი კი არა, მდგმური გაექცა ბინიდან. აი, რაღაცა ისე ლაპარაკობს შინაგან საქმეთა მინისტრია თან. აი, ესეთი უდარდელი კაცი, მე არ მინახავს. პრინციპში რაც ქვეყანა ის მინისტრია რა. უდარდელები არა ვარ ჩვენს, ხო გიყვარს? უდარდელად ცხოვრება საჯობია. მოკლედ შევაჯამოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ქვეყანაში არის პოლიტიკური, ეკონომიკური და თუ რაიმე კრიზისი არსებობს, ყველანაირი კრიზისი საშველი ფაქტიურად არცად ჩანს. ერთადერთი რაც ხალხს თავისუფლად შეგვიძლია დაძინება, ხო, დავიძინოთ და დავიცი, ალე კოელისაშვილს მაინც მივეხმაროთ კრწანისის ბრძოლაში, ცოდვა მარტო ომობს კაცო, რაღაც აი ამაში მაინც გამოვიდგეთ ხალხი. ერთი სიტყვით ქვეყანაში დიდი კრიზისია, ამ კრიზისის ფონზე ხალხი მაინც არაფერს აპროტესტებს, თუმცა მინდა მთავრობას მიუმართო. თქვენ არ ხეინათ, ნუ იქნებით. შეიძლება ეკონომიკურად დაგვასუსტოთ და გაგვაღარიბოთ, მაგრამ ერთი დაიმახსოვრეთ, Facebook-ზე სტატუსის წერით მოგიღებთ ბოლოს, სტატუსის წერით, აბა დასვიზავ. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს უსწავლოთ აპროტესტებით, ამონალებები